პავლე მოციქული ამბობს, ნაყოფი სულისაწმინდის არს სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, სულგრძელება, მარხვა, მოთმინება. ანუ ეს არის ნაყოფი. და თუ ეს ჩვენში არის, მაშინ ჩვენშიც სულიწმინდის მადლი იმყოფება. სულიწმინდის ტაძარი რო იყოს ადამიანი, ამისათვის უპირველეს ყოვლისა ზედმიწევნით არის საჭირო შესასრულებელი ცნებები. ყველა ცნება უნდა დავიცვათ. უპირველეს ყოვლისა ადამიანი უნდა იყოს თავმდაბალი. ჩვენ თავმდაბლები არ ვართ. ჩვენ შეგვიძლია თავი დავიმდაბლოთ რაღაც გარკვეულ ეპიზოდში. მაგრამ თავმდაბლობა სხვა რამეა. თავმდაბლობა ეს უკვე ის მდგომარეობაა, როდესაც სულიწმინდის მადლი გადმოდის შენზე და უკვე სხვანაირი ადამიანი ხდები. შეცვლილი ხარ. თუ ადამიანი მაგალითად მაისური რო დააფინო იატაკზე და ფეხებით რო გათელავ. ესე თუ არ გაითელა ადამიანი, იგი თავმდაბალი ვერ იქნება. და როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთო მოგვეცი თავმდაბლობა, ნიშნავს, რომ ღმერთო გამოგვიგზავნე ადამიანები, ვინც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ ჩვენ. რომ იყოს სავარჯიშო ჩვენთვის, მაგრამ ახეთ როგორი რამ არის? ანუ აქ საუბარი არის პირადულ შეურაცხყოფაზე. არ არის საუბარი ღმერთს, ვინც შეურაცხყოფს სამშობლოს, შენს მეუღლეს, ცოლს, მშობლებს შეურაცხყოფენ და შენ უყურებ ამას და თავმდაბალი ხარ. ეს პირიქით უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახები, ამისთვისა ვართ. მამაკაცი ოჯახის თავია. უნდა დაიცვას თავისი ოჯახი, თავისი ოჯახის ღირსება უნდა დაიცვას. აქ საუბარი არის პირად შეურაცხყოფაზე, პირადი წყენის მოთმინებაზე, პირადული რაც არის, ჩვენ უნდა მოვითმინოთ. აი ესე თუ არ გაითელა ადამიანი, თავმდაბალი ვერ გახდება. აი როდესაც გაითელება, ნელ-ნელა მისი ამპარტავნება, დაითრგუნება მისი ამბიციები და ადამიანი ხდება გულმოწყალე. ადამიანი ხდება თავმდაბალი. და თუ კი ჩვენ გულის სიწმინდეს დავიცავთ, აი მაშინ დაივანებს ღმერთი ჩვენს გულში. აი მაშინ ხდება უდიდესი სასწაულები. ადამიანი არაფერს არ აკეთებს საკუთარი თავით, არამედ ყოველივე მინდობილია ღმერთზე და ღმერთი მოქმედებს მასში. აი ამიტომაც ყველაფერი მის ირგვლივ არის მოწესრიგებული და ჰარმონიული. შეიძლება მოწესრიგებულობაში ჩვენ ყოველთვის გულისხმობთ მატერიალურ კეთილდღეობას და ეს არ არის ის, რასაც უნდა ქრისტიანი ადამიანი ელტოდეს. რისკენაც უნდა მიისწრაფოდეს უпроსორად. ეს არ არის ისეთი რამე. უპირველეს ყოვლისა ქრისტიანი ადამიანი უნდა ესწრაფოდეს, აი რასაც ამბობს წმინდა მღვდელმთავარი ლუკა. ეს არის სიმშვიდე, სიყვარული, მოთმინება, აი ამ ყველაფერს სულიწმინდის მადლი უნდა მოვიდეს. ჩვენში უნდა იყოს სასუფეველი. სიმშვიდე როცა ისადგურებს და სიხარული როცა გაქვს გულში, არაფერი არ გაინტერესებს. და როდესაც ხედავ, რომ მატერიალიზმი აი ამ ყველაფერს გაკარგვინებს, აღარ უნდათ მსგავსი რამ, ამიტომაც მიდიოდნენ ტყეში, უდაბნოში, სახლობდნენ გამოქვაბულებში, რომ ეს მთავარი სიხარული რაც ჰქონდათ, ეს შეენარჩუნებინათ და იმ სიმდიდრეზე, რომელიც თავიანთი მშობლებისგან გადმოეცათ, ამაზე უარს ამბობდნენ. არიგებდნენ, რომ საცდური არ ქონოდათ, ურიგებდნენ გლახაკებს, ეკლესიებს წირავდნენ და თვითონ ხელცარიელები მიდიოდნენ, რომ სრულად მინდობილი ყოფილიყვნენ ღმერთისადმი. აი ესე აკეთებდნენ. აი ეს იყო პირველი საუკუნის სულისკვეთება, შუა საუკუნეების სულისკვეთება და ცოტა აქეთ რაც მოვდივართ,
უფრო ადამიანი არის დაკნინებული უკვე. დღევანდელი სული ეს არის ვერცხლის მოყვარეობის სული. ყველა ადამიანს უნდა გამდიდრება, მაგრამ რო კითხო რა თქინდა გამდიდრება, ამბობს რომ კარგად რო ვიცხოვრო. ნახეთ, იმაზე კი არ არის საუბარი რომ სხვას დავეხმარო, სხვაზე გავისარჯო, თქვათ, დედმამიშვილი იქნება, მშობლები იქნება, ნათესავები იქნებიან, მეგობრები იქნებიან, თუ გაჭირვებული ადამიანები. ანუ ეს კი არ არის რომ სიყვარული ქონდეს ადამიანს და გულმოწყალება სხვის მიმართ ებრალებოდეს, ეცოდებოდეს, არამედ მე ვიყო კარგად. აი ამისთვის მინდა სიმდიდრე. როგორ ფიქრობთ, სასუფეველი ესეთ ადამიანში იქნება? ესეთი ადამიანი არის ყველაზე უბედური ადამიანი. რატომ? იმიტომ რომ მასში არ არის სიმშვიდე და მასში არ არის სიხარული. მასში არის მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობით მინიჭებული წამიერი სიხარული. მსგავსი იმისი, როგორიც საჭმელია, ვთქვათ. როცა ჭამ, ამ პროცესში სიამოვნებს, მაგრამ როგორც კი მორჩები, სიამოვნება დამთავრებულია და ადამიანი არის დამძიმებული. და შემდეგ მის მონელებას კიდე ცალკე ორგანიზმის პრობლემები მოყვება და უსიამოვნო განწყობა ეუფლება ადამიანს. ეს არის ბედნიერება? ეს არ არის ბედნიერება. ამიტომ ჭეშმარიტი ბედნიერება ეს არის, როდესაც სული წმინდა ჩვენს გულებში დაისადგურებს, დაივანებს. მას განვადიდოთ სულიწმინდის მადლის უმაღლესი მატარებელნი, წმინდანი მოციქულნი. ყურადღებიანი ვიყვნეთ მათი სიტყვებისადმი, როგორც თავად სულიწმინდის სიტყვებისადმი და შეუდგეთ მათ სწავლებას, რამე თუ ეს თავად უფალ იესო ქრისტეს სწავლებაა. მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენ სულიწმინდის ტაძარი უნდა ვიყოთ, რომ უნდა მოვერიდოთ ამ ტაძრის შემწიკლებას, შესვარვას სიცრუითა და სხვა არაწმინდებით. შევუშინდეთ სულიწმინდის შეურაცხყოფას, რამე თუ სულიწმინდა ადამიანურ გულს უდიდესი მოშურნეობით ფლობს, მას სულ ერთიანად სურს ფლობდეს მას. ვერ ითმენს იმას, რომ გულში მასა და წუთი სოფელს შორის იყო განყოფა. ყურადღებიანი ვიყვნეთ ჩვენს გულებში სულიწმინდის მადლის მშვიდი შესვლის ჟამს. დაე ყველა ჩვენგანის გული სულიწმინდის სავანედ შეიქმნას. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გამგამტკიცოთ და შეგვაგზნობინოს ღმერთმა აი ეს სულიწმინდის მადლის ზემოქმედება ჩვენზე, რომ ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში დავიგეშოთ, როგორც ძაღლი იგეშება მონადირე და ყოველთვის მას ეძებს. ესე ყოფილიყავით დაგეშილები მთელი ცხოვრება, რომ ისეთი სიხარული, რომელიც ჩვენ ვიგრძენით და ძირითადად ღმერთი ყველას განაცდევინებს, რაღაც გარკვეული დოზირებულად. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ახალი მოსულია, აი მაშინ გრძნობს ძალიან დიდ სიხარულს და ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ შენ დაიგეშო და მთელი მიწიერი ცხოვრება ეძებდე აი ამ სიხარულს, როგორ უნდა მოიპოვო ეს სიხარული. და როდესაც ვხედავთ, რომ იქ რაღაც მატერიალური კეთილდღეობები არის, მანქანა შეიძინე, იქ რაღაცები სიამოვნება მიიღე, ვთქვათ, ცოლი მოიყვანე, შვილი ყავდა, ესეთი სიხარული ვერ იგრძენი. აი ეს არის ღვთაებრივი სიხარული და იმიტომ გაგზნობინა ღმერთმა, რომ მთელი ცხოვრება ეძებდე ამას. აი მაგას თუ მოვიპოვებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, უკვე ჩვენში იქნება სასუფეველი. თუ შევინარჩუნებთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს.